ხელოვნური ინტელექტი, მარტივად რომ ავხსნათ, არის კომპიუტერული ტვინი, რომელიც სწავლობს და იღებს გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ადამიანი. წარმოიდგინე, რომ ასწავლი კომპიუტერს როგორ იცნოს და განასხვავოს ერთმანეთისგან ძაღლი და კატა. პირველ ჯერზე მას სჭირდება მიიღოს ინფორმაცია ძაღლის და კატის შესახებ. ამისთვის შენ აჩვენებ ორივე ცხოველის გამოსახულებას. ის კი აკვირდება და ხვდება რა სხვაობაა მათ შორის. მოგვიანებით თუ კი კომპიუტერს ახალ ფოტოს გაუგზავნით, დიდი ალბათობით ის შეძლებს გამოიცნოს, რომელი ცხოველია ფოტოზე გამოსახული, ძაღლი თუ კატა. ასეთი მიდგომა ვრცელდება ყველა სხვა საკითხზე. ხელოვნური ინტელექტი სასწავლებლად ინტერნეტში განთავსებულ და ხელმისაწვდომ ინფორმაციებს იყენებს, თუ კი ისინი არ არის დახურული. ეცნობა, ანალიზებს და თუ კი მას რამეს ვკითხავთ ან დავავალებთ, ის მზად იქნება შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. ანუ იმისთვის, რომ AI-ი ჩვენი დახმარება შეძლოს, ჯერ თვითონ უნდა ისწავლოს და გახდეს კომპეტენტური. საამისოდ მას მონაცემები სჭირდება. ეს მონაცემები კი რაც უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანია, მით უფრო სარწმუნო ხდება მის მიერ გაცემული პასუხები და მიღებული გადაწყვეტილებები. ხელოვნური ინტელექტი არის ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება კომპიუტერებს და სხვა მოწყობილობებს იაზროვნონ და ისე იმოქმედონ. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში სავარაუდოდ ერთხელ მაინც ყველას გამოგვიყენებია. ბევრი აპლიკაცია, როგორიცაა მაგალითად Siri ან Google ასისტენტი, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რომ გაგვცეს პასუხი კითხვებზე, გაგზავნოს ტექსტი, განახორციელოს ზარი, ან გვიჩვენოს მიმართულება დანიშნულების ადგილამდე. თუ ვიდეო თამაშები გიყვარს, კომპიუტერი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს, ზუსტად AI-ს იყენებს, რომ შექმნას გამორჩეული, საინტერესო და რთული თამაშის გამოცდილება. თუ შეგინიშნავს YouTube, Netflix და სხვა პლატფორმები ზოგჯერ რეკომენდაციებს გვაძლევენ. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი აკვირდება, რას უსმენთ, ან ვუყურებთ ხშირად. გამოაქვს დასკვნა და გვთავაზობს ახალ ფილმს, ან მუსიკალურ ჩანაწერს, რომელიც სავარაუდოდ ჩვენი გემოვნების შესაბამისი იქნება. სხვადასხვა აპლიკაციის ან მოწყობილობის სახის ამოცნობის ფუნქციონალიც ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა. ის ცნობს იმ გამოსახულებას, ვისი დაშვებაც ამა თუ იმ სივრცეში ნებადართულია. შესაბამისად, AI საკმაოდ ჭკვიანი და სანდო ტექნოლოგიაა. ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე აღარ არის მომავლის ტექნოლოგია. იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. თუ კი მის ყველა შესაძლებლობაში კარგად და გონივრულად გაერკვევი, შეძლებ AI-ში საუკეთესო მრჩევლად ან დამხმარედ აქციო.